მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ქრისტიანული თემისთვის. გარდაიცვალა რომის პაპი, ფრანცისკე. ალბათ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ეს არც თუ ისე მოკლე პერიოდია, ბოლოს და ბოლოს მალე 74 წელი მისრულდება. არ მინახავს უფრო დიადი პაპი. BBC და სხვა ცნობილი მედია ავრცელებს მის ბიოგრაფიას, მაგრამ იცით რა მიიქცია? ჩემი ყურადღება იმის გარდა, რომ რომის პაპი ფრანცისკე წლის ადამიანად იქნა აღიარებული პირველი თავისი მოღვაწეობისთვის და იყო პირველი ლათინოამერიკელი კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაური. და მაინც ის ძალიან მოკრძალებული ადამიანი იყო. მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. ღმერთო, მე მხოლოდ მინდა მივუახლოვდე ამას, მაგრამ ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ცოდვილმა ვიცხოვრე. სამწუხაროდ. მიუძღვნა ღარიბ ხალხს. სწორედ ასეთი ადამიანი იყო. ის იცავდა ვატიკანის ყველა ქრისტიანულ წესს. სჯეროდა, იმედოვნებდა, უყვარდა და ენდობოდა ღმერთს, როგორც არც ერთ სხვა ადამიანს ამ დედამიწაზე. ეს სრულად იგრძნობოდა მის საქციელებში. როგორ ბანს ფეხებს დამნაშავეებს, მკვლელებს. ღმერთო, როგორ ექცევა ის ბავშვებს, როგორ ხვდება ხალხს. ის მეფესავით კი არ ეჯდა ტახტზე. არამედ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, იდგა, ეს პირველი. და მეორეც, მან დატოვა ძალიან მდიდრული რეზიდენცია და ჰქონდა ჩვეულებრივი სავარძელი. ალბათ როგორც მას, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს, ჰქონდა სხვა სავარძლის შეძენის შესაძლებლობა. ისინი დღეს არც ისე ძვირი ღირს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ის ჩვეულებრივ სავარძელზე იჯდა. უბრალოდ ასეთი ადამიანი იყო. როცა ის მოვიდა, მახსოვს ამბები. მე ამ ამბებით როგორც პოლიტიკოსი ვცხოვრობ. ახალი შემოსული იყო სასახლეში და საერთოდაც თავად პაპის რეზიდენცია და ვატიკანი უმდიდრესი სახელმწიფოა მსოფლიოში. თქვენს რომ იცოდეთ. ფული, ქონებაც და ყველაფერი მან იმდენია, რომ ეს სახელმწიფო და ის პატარა ერთი მუჭა მიწა, ვინც იტალიაში ნამყოფი ენახავდა ამ ფუფუნებას. დაფარო მხოლოდ ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით, ის მაინც უფრო ძვირფასი იქნება. ეს არის მუზეუმები და ყველაზე ცნობილი ოსტატების ფასდაუდებელი ნახატები. ეს ყველაფერი მასთან ინახებოდა. ის კი დროს ღარიბ ხალხთან ატარებდა. ცოტამ თუ იცის და ზოგადად ალბათ არავინ იცის, ვარ ნამყოფი ლათინური ამერიკის ქვეყნებში. არ მახსოვს რომელ მათგანში ვნახე ერთ-ერთი დღესასწაული. ფილმებში ხომ გინახავთ, როგორ აღნიშნავენ ღვთისმშობელს. მათ ის განსაკუთრებულად უყვართ, როგორც სხვა წმინდანები იტალიის სხვა ქალაქებში. მაგრამ მე სხვა რამ დავინახე, როგორი დამოკიდებულება აქვთ. კარგი ეკლესიაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არსებობს სხვადასხვა. თქვენ იცით ამის შესახებ, იმიტომ რომ ხალხი ცოდვილია. ყველა ცოდვილია, აბსოლუტურად ყველა. როგორ აღნიშნავენ დღესასწაულებს? ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნიან. ასეთი ლამაზი სათამაშოები ცხოვრებაში არ მინახავს და ალბათ 10 კილომეტრი ღარიბი ბავშვების რიგია. ღარიბი ბავშვების. მიზანმიმართულად მოვედი ამ ადგილას. ხელებიდან იღებენ. ვუყურებ ერთ სატვირთო
გოგონას თოჯინა, ღმერთო, რამდენი სიხარულია. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის პირველი პირის ხელებიდან. ეკლესიაში უამრავი ტრადიციაა. ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიებთაგან, რომელსაც სხვა ქრისტიანული ეკლესიის საფუძვლად ავიღებდი. ეკლესიები. თუმცა, ყველა თავის როლს ასრულებს. ადიდებს და ცდილობს მიუძღვნას თავისი საქმიანობა მას, ვისაც მოაქვს ახალი რწმენა, ახალი იდეები. მოკლედ, ბევრი კრიტიკაა. ახლა არ მინდა მასზე გავჩერდე. იმიტომ რომ ჩემთვის ეკლესია ყოველთვის იყო. და ეს არის ზუსტად ის, თუ რით იყო ყოველთვის კათოლიკური ეკლესია ჩემთვის განსხვავებული. სხვა ეკლესიებისგან. იქ ყოველთვის ღარიბებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ. აი, საქართველოში არის კარიტასი. სხვა ქვეყნებშიც. უკრაინაშიც კი არსებობს კარიტასი. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათი მენეჯმენტი. ახლა მე კარგი, დავივიწყოთ. ისეთი არ არის, როგორიც ბიზნესმენებს აქვთ. და ადამიანები მართავენ ბევრ ასეთ დაწესებულებას, რომლებსაც ზოგადად არ შეუძლიათ ყველა წესს მიხედონ. არ მინდა დღეს კრიტიკაზე ვისაუბრო. და ისედაც ვინ ვარ, მე რომ გავაკრიტიკო საეკლესიო ხელისუფლება. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ხელს უწყობს ომს და მკვლელობებს, რასაც ფრანცისკე, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებოდა. როდესაც ის პირველად შემოვიდა, ბევრმა არც იცის და BBC-მაც არ იცის, რადგან ყველაფერი დავიწყებულია სამწუხაროდ. ვატიკანში პირველი რაც მან გააკეთა, დაურეკა მორიგეს. მიუხედავად იმისა, რომ მას იქ მილიონი მსახური ჰყავდა. მორიგე შეშინდა, რადგან თავად პაპი ურეკავს მას და ჩაისან რაღაც მსგავს თხოვს. აი, ასეთი ადამიანი იყო. და ალბათ ყველამ უნდა იცოდეს მისი სახელი. თავად ღარიბი ოჯახიდან იყო. BBC წერს მის შესახებ. პაპი ფრანცისკე ლათინოამერიკელია, რომელმაც შეცვალა ვატიკანი და კათოლიკური ეკლესია. მის დროს კათოლიკური ეკლესია ძალიან შეიცვალა. მან გაატარა მრავალი რეფორმა და შედეგად ბევრი ახალი მორწმუნე შეიძინა. მაგრამ ამას უკვე ეკლესიის მენეჯმენტი ჰქვია. ის იყო არგენტინაში იტალიელ ტოლვილთა ოჯახიდან. მაგრამ მანამდე ამერიკელებიდან სხვას არავის დაუკავებია რომის პაპის ადგილი. იყო სირიელი გრიგოლ მესამე. მაგრამ ეს თითქმის 1500 წლის წინ მოხდა. ვატიკანში ნამყოფი ვარ. ეს წარმოუდგენელი ფუფუნებაც ვნახე. ყველაზე მნიშვნელოვანი საეკლესიო შენობებიც დავათვალიერე. ისინი მდებარეობენ იტალიაში, რომში. იქ მოსახვედრად შესაძენია ბილეთი. თუ გსურთ შეხედოთ ქანდაკებებს, რომლებიც 1500 წელს ითვლის. მისი სწორი სახელია ბერგოლიო. აი ასე. კიდევ რა გითხრათ? არ ვიცი. სამწუხაროა, როცა ასეთი ადამიანები გვტოვებენ. ვიცნობდი იმ ადამიანებს, რომლებსაც იცხვდებოდა ვატიკანში. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ჩემი პარტნიორი. ერთი ღარიბი ადამიანი, ქალბატონი. მან მოასწრო ამ ქალბატონისთვის ბევრი მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა და ვიცი, რომ მისი ცხოვრება შემდეგ შეიცვალა, რადგან რწმენა
დიდ უპირატესობას ანიჭებს ადამიანს სხვების წინაშე. პირადად ჩემთვის, რადგან დღეს ვსაუბრობ ამ საკითხზე. მრწმენის, იმედის, სიყვარულისა და უფლის წინაშე შიშის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ღმერთისადმი მინდობა. მინდობაზე ბევრი მისაუბრია. ახლაც მინდა ყველას, ვინც მომისმენს, ვუთხრა, ენდეთ ღმერთს და ბევრ სასწაულს იხილავთ. თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ მალევე შეიცვლება. რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, თუ მტკიცე რწმენა გაქვთ, რომ სწორედ უფალი წარმართავს თქვენს ცხოვრებას და ხედავს ყველაფერს, რასაც აკეთებთ ამ ქვეყნად, თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ და მერე იმდენ სასწაულს იხილავთ. ჩამოთვლა რომ შეუძლებელი იქნება. ღმერთთან 50 წელს რომ გადავწდი, მაშინ მივედი, რადგან ვიყავი კომუნისტი. მაშინ არ შეიძლებოდა ეკლესიაში სიარული. მხოლოდ სასწაულის შედეგად, რომელიც მე უფალმა მაჩვენა. ამაზე ბევრჯერ მომიყოლია. როცა ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი 10 წელი წამალზე დამოკიდებული იყო და შანსი აღარ დარჩა მისი ნარკომანიის ტყვეობიდან დახსნის. შემხვდა მღვდელი, რომელსაც ვესაუბრე. მან დამარწმუნა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. უბრალოდ დაიჯერე, რომ უფალს შენი გულის ესმის. ის კი უკვე სავსე იყო განსხვავებული იდეებით, რომელთაგან ერთ-ერთი დედამიწაზე ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის საკუთარი თავის მიძღვნა იყო. მაშინ მეგონა, რომ ასეთები უსახლკარო ადამიანები იყვნენ. მე მივხვდი, რომ ყველაზე დაუცველები ისინი არ ყოფილან. იმიტომ რომ როგორც არ უნდა დავაპურო ეს ხალხი, დამიჯერეთ, საქართველოში 5,000 ადამიანზე მეც მხოლოდ ვკვებავდი, უკრაინაში 2,000 უსახლკაროს ვაცმევდით, კურნავდით, რადგან მათ საავადმყოფოებში არ იღებდნენ. ბევრი იურისტი ავიყვანე. მათ გამო ვუჩივლეთ. მილიონობით დოლარი უაზროდ არ დახარჯულა. ამ ადამიანების დაახლოებით 10% ჩვენი პროცედურების შემდეგ. მე თვითონ გამოვდიოდი იმ ეკლესიაში და ვყვებოდი იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც ჩემს თავს ხდებოდა. იმიტომ რომ პირველი სასწაულია, თქვენ იცით, რომ მე მდიდარი ადამიანი ვარ. მე ვსაუბრობ $1 მილიარდზე, რომელიც თავზე პირდაპირ ციდან დამეცა. რადგან 40 წლამდე მე დოლარიც კი ჯერ არ მინახავს. დიახ, მე არ მინახავს დოლარი. ცხოვრობდი ხელფასზე და მუდამ ვალებში ვიყავი. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ღმერთის რწმენა გექნებათ. არ იგულისხმება მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით. რაღაც ტრადიციების დაცვა. რწმენა სხვა რამეა. ამ დროს თქვენი სული სხვისი მწუხარებისთვის იხსნება. სწორედ ასეთი იყო პაპი ფრანცისკე. მან მოინახულა უამრავი ციხე და ბავშვთა სახლი. გახსნა მრავალი ბავშვთა სახლი. ეკლესიები ააშენა. და ის თავად იყო სრულად, აბსოლუტურად უნაკლოდ გულწრფელი ადამიანი. ხედავთ, სასწაული არ არის აღდგომაზე სიკვდილი. სასწაულია. ის ცხოვრობდა და გარდაიცვალა შემოქმედის რწმენით, რომელმაც თან წაიყვანა იმ დღეს, როცა დედამიწაზე ყველა ადამიანი, რომელიც დადის ეკლესიებში, ვისაც სწამს, აღნიშნავს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.
რა თქმა უნდა, თქვენ არ დაგავიწყდებოდათ, რომ საღამოს უნდა დაურეკოთ მშობლებს. დილით კი ღმერთს უთხრათ მადლობა ცხოვრებაში ახალი დღისთვის. ხედავთ როგორ ხდება? 2 წუთის წინ ის პრაქტიკულად გარდაიცვალა. თავისი გამოსვლის დროს. ეს არის საათები. დილის 7 საათზე. მისთვის 4-ში დაიწყო ახალი დღე. რა მაგარია. და არ დაგავიწყდეთ, რომ მისი ცხოვრება მიძღვნილი იყო ღარიბებისადმი, ღარიბი ხალხისთვის. თვითონაც ძალიან თავმდაბალი იყო. მან უარი თქვა მანქანაზე. ის ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა, ისეთზე, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ ჩვენი მრავალი გაჭირვებული ბენეფიციარისთვის. სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო და განსაკუთრებით თბილად იყო განწყობილი ადამიანების მიმართ, რომლებსაც უჭირდათ. ასე რომ, ჩვენც უნდა გავუხსნათ ჩვენი გული უფალს, მხოლოდ უცხო ადამიანების დახმარებით. ამას მივხვდი. და როცა ეს ცვლილება დამემართა, როცა უცხო ადამიანის ტკივილი გავიზიარე, ადამიანად ვიგრძენი თავი. საბოლოოდ ადამიანი ვარ. იმიტომ რომ თუ სხვის ტკივილს ვხედავ, მაშინ ტირილი არ შემიძლია, მაგრამ ჩემი გული მას ეკუთვნის, ვინც ცუდად არის. მინდა დავეხმარო მას იმ წამსვე. ისურვებთ უფალთან ერთად იცხოვროთ და ბედნიერები იყოთ, საუკეთესო სურვილებით.